მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ კორას. დღეს უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მესამე სერია, უпростоრად პირველი წიგნის მესამე თავი. საკმაოდ საინტერესო იყო წინა სერია და მინდა გითხრათ, რომ ახლა უფრო მაინტერესებს რა მოხდება შემდეგში. სათაურს როგორც წესი არ ვნახულობ. თორე ისედაც გამოჩნდება. მაგრამ ხო ახლა კორას ყავს, რა ვიცი, თუ შეიძლება რომ უწოდოთ ამათ კორას გუნდი, იმიტომ რომ ჯერჯერობით ახლა მარტო სპორტში იღებს მონაწილეობას მაგასთან ერთად, მაგრამ მაინც საინტერესო პერსონაჟები არიან, ჯერ მარტო იმიტომ რომ ძმები არიან და ერთს მიწის მმართველობა აქვს ბრძანებლობა და მეორეს ცეცხლის. საინტერესო ისტორია უნდა ჰქონდეთ წესით. ანუ ფაქტია, რომ მშობლები ყავდათ ერთი მიწის იმიდან, სამეფოდან და მეორეს ცეცხლის. საინტერესო იქნება მათი ისტორიის გაგება. რა ვიცი, ეს კი ბევრზე არაფერზე მეტყოლებს ახლა რაც, მაგრამ მე ვივარაუდებ, რომ არც კარგი ისტორია იქნებათ. მე რეკლამა. რატო ამ საიტზე არ იყო ხოლმე რეკლამები და რა იტაკა ახლა? ლეგენდა კორაზე წიგნი პირველი თავი მესამე 3, 2, 1 დავიწყოთ. მიწა, ცეცხლი, ჰაერი, წყალი. холодავად არ შეუძლია ოთხივე ელემენტის მართვა და მსოფლიოში ბალანსის დამყარება. საკმაოდ მოკლე ინტროა ამთან შედარებით. იღბლიანმა შემთხვევამ უბრალო მაყურებლიდან კორა პროფესიონალური მართვის ვარსკვლავი გახადა. მისი დახმარებით მაკო და პოლინი წინა სერიის მონეტებს რაჩვენებენ. პაბლიკ სიტიში სტიქიის მმართველების საწინააღმდეგო ორგანიზაცია იკიდებდა ფეხს. ვინ არიან განთანაბრებლები? რაგენმა იდუმალ ნიღბიან კაც ჩვენი გმირისთვის. წიგნი პირველი, ჰაერი, თავი მეორე, გამოაშკარავება. გამოაშკარავებას, საინტერესოა, განთანაბრებლებს იგავსით ახლა? ადრიან ვარჯიში. დილა სტუდია. ჩვენ ყველაზე ბოლოები ვართ, ამიტომ სავარჯიშო დარბაზში ვართ. ყველაზე ბოლოები ვართ. დროს გვიწევს. შენ კი ჩვენ შორის ყველაზე უარესი ხარ. თუ გინდა გადარჩეს ისრაფეზე. მე მეგონა შეიყვნენ. მეტომაც შენ შეეგუე. აი ჩემი საქმიანი ხალხი. რელიზი მომზადებულია საიტ Mondo Studios-ის მიერ. დიდი პატივია შენთან შეხვედრა ავატარო. ვინ ხარ? მენეჯერია მათი, უფროსი პოსტზე. პროფესიონალური მართვის მმართველი. ეს თქვენი უკანასკნელი თამაშის გადასახადია. მოჩქარო. პირველ რიგში ავატარის ახალი ფორმა სავარჯიშო დარბაზის და ხელსაწყოების ქირა არ გადაგიხდიათ. არც სახლის ქირა მოგიციათ და არც საჭმლის ფული. ჩემი. რა? მე მოზარდი ბიჭი ვარ. ხო და კიდევ ცეცხლოვანმა ქრცვინებმა 30,000 იუანი უნდა გადაიხადოს ჩემპიონის თასისთვის. 30,000 იუანი? წუხوار. ვალების გასასტუმრებლად ერთი კვირა გაქვს თუ არა და შეჯიბრს გამოეთიშებით. შემთხვევით ოქროთის სავსე ავატარის საიდუმლო სეიფი ხომ არ გაქვს? არაფერი მაქვს. ფული არასდროს დამჭირვებია. ჩემზე ყოველთვის სხვა ვიზრუნავდნენ. მაშინ ავე კოდი რომ არაფერი გაქვს. ბოდიში, ის არ მიგულისხმია. არა უშავს უბრალოდ რაც ჩვენი მშობლები დავკარგეთ, მარტო ვართ. ეს არის და ეს. ძალიან მწუხარ, არ ვიცოდი. ფული შოვნას როგორ ვაპირებთ? მივხვდი. მე მგონი ამ სერიაში ვიგავიდი ყველათ ისტორიის. ბაბუს ცირკის ილეთების გაკეთებას ვასწავლები. ხალხი მის სანახავად ბევრ ფულს გადაიხდის. კარგი რა პოლინ, რამე სერიოზული მოიფიქრე. სერიოზულად თქვი. ნუ ყელავ რამეს მართლა სერიოზულად. ყოველთვის გამომდის. ზუკოს ზეგრი? მოდით, ნახეთ, ბაბუ, ფანტასტიკური ცეცხლოვანი ქრცვინი, რომელსაც თავდაყირა სიარული შეუძლია. შეუძლია. არ შეუძლია. შეუძლია. მიდი, ოჩახ. სავალ ბაბუ. ბატონებო და ბატონებო, თქვენ მეტისმეტად გულუხვი ხართ, შეგიძლიათ დაბრუნდეთ და ფული აქ მოათავსოთ.
კარგი შესანიშნავია. 1 იუანი გვაქვს. 29999 დაგვრჩა. მოიჩი. ბოლინში ხარ? გამარჯობა შედი შინ. გავიგე პროფესიონალური მართვის ვარსკვლავი გამხდარ ხარ. სუდი არ არის. ხოჩერ. შემოთავაზება მაქვს. ზოლტი ძლიერ ხალხს ეძებს. რაც არ ვენდობიან. არ ვიცი შინ. მაკომ გამართხილა სამ მაგი მუქარისგან თავი შორს დაიჭირევა. შენი ძმა შენი მართველი კი არ არის. ხოლო დაცვაზე გელაპარაკებით ცუდზე არაფერზე. თანახმა ხარ? ოპა. ნუ ახლა თანახმად რა იქნება. სიტყვი? დავბრუნდი. სამუშაო ვიშოვე. და ცოტა ფულიც ავიღე. ცოტა. ბოლინ. არ არის. აქ ხარ? ოხ, რაღაც შარში გაიხულა ვაჯალი. როგორც ჩანს, შეყვარებული ჩიტუნა სახლში დაბრუნდა. კარგია. ფეხებს დააკვირდი. სახლ? რა საყვარელია? ეს სიმპათიური ცეცხლის მართველი ბიჭია შენ რომ გიждები? ანუ ცუდად გაგიჟებს თუ მოგწონს? ვაუ. საწყარი ბავშვი. ანუ ფრენაიცია. ბოლინი არ გინახავს. ფრენერა? მეც აი ეს ხარია შენი დანახვა. არა, ვარჯიშის მერე არ მინახავს. რამე მოხდა? არ ვიცი. ის ხშირად ეხება სულელურ სიტუაციებში. ნახვამდის. მოიცადე, მის მოძებნაში დაგეხმარები. არა, მე თვითონ. დაგეხმარები მაგარო ბიჭთან, შეგვიძლია ნაგა წავიყვანოთ. ნაგა ვინ არის? ჩემი საუკეთესო მეგობარი და შესანიშნავი მეზებარი. ის ძაღლი ხო? შენი საუკეთესო მეგობარი, პოლარული დათუძაღლა? რატომაც არა. ანგის საუკეთესო მეგობარი აპა იყო. კაკელო ბიჭო. კი, ზუგოს ძეგლია. თან ძალიან მაგარი. ზოგადად ოზაიზეც იყო ხო მგონი ცეცხლი რო ეჭირა. ყიდან გამოდიოდა აღარ მახსოვს უკვე. ბავშვებო, ჩემი ძმა ხომ არ გინახავთ? შეიძლება ჩემი მეხსიერება ცოტათი დაბინდულია, იქნებ გასუფთავებაში დამეხმარო. ვაუ, ბავშვო. მაგარი ხარ სკუჩი. ნამდვილი პროფესიონალი. კი, ნახე. როდის? შუა დღეს. რას აკეთებდა? მაიმუნის თუ ვირთხის ცირკს აწყობდა. მერე რა, რატომ წავიდა? შედი შენი მოვიდა და ფული მისთა. ბომასთან ერთად წავიდა. სამაგი მუქარა წითელი მუსონები ყველა ერთმანეთს უპირისპირდება. ეს არაფერს გეტყვი. არაფერს. რას ლაპარაკობს? როგორც ჩანს, ყაჩაღების ომი დაიწყება. ბოლინი კი პირდაპირ ცენტრში ამოყობს თავს. Holy მახშინ. ამას არ მომჭრია ხარ რამდენიმე წამით გავაგზავნე. სად მივდივართ? სამაგი მუქარის ბანდის შტაბში. იმედი მაქვს ბოლინი იქ არის და ჯერ არაფერი მომხდარა. სამაგი მუქარა? ერთ-ერთ მათგანს შევებრძოლე ქალაქში რომ ჩამოვედი ბოლინი მათთან რატომ? ისინი. ნაგა. ეს ბაბუა. არა, ნაგა. ბაბუ მეგობარია. საჭმელი კი არა. აპას რო ბოლოს შეჭმა უნდა გემახსენდა. უნდა ვიჩქაროთ. რაღაც არ მომწონს აქ ძირითადად ავაზაკების თავშეყრის ადგილია. ჯობია ფრთხილად ვიყოთ. კორას უფეხებზე კიდია შენი სიფრთხილე კი. ბოლინ. აქ ხარ ბოლინ. არის. აჰა. ნუ თვითონ ის ტიპის დაიჭირეს? ბოლინ. თუ სხვა ტიპი იყო.
ნაგა, მოდი. ოპა. ნო. მიწის კაია. საინტერესო ისეთი ტექნოლოგიები დაგვემატა ყორაში, რომ მანქანები და ეს სკაი ბაზარი არა, მოტოციკლებიც და ეგეთებიც. მანქანები, просто არ მახსოვს, ავატარში ხო იყო ანგში, მანქანები იყო ძალიან ძვ. თუ არა. რაღაც სოკა რომ აი შავი მზის დღის დროს აწყობდნენ სოკა და ის გამომგონებელი კაცი. ყოველ შემთხვევაში საფრენი აპარატები და მსგავსები იყო. ას. ესა? ტაილი რო აკეთები და ეგ ტექნიკა? просто მეგონი ხელს ამოძრავებს. გონია? კი ეგ არის. სოჩი ეგეთი ბლოკავენ მას, ბრძანებლობას. შენ კაიქარდეს ციხლის ანუ მე და ტაილის ძლიერები იყვნენ ერთად, მაგრამ მაინც ახლა. ამათი ბრძოლა საკმაოდ სწრაფად დამთავრდა. სერიოზულად ნაგა. და ბაბუ. ნუ, აბუ როგორც ვიხდი, ახალი მომოა. ძალას ვერ ვიყენებ. ნუ გეშინია გაგივლის. ისინი ძალებს ბლოკავენ. ამონის ხალხია. ამონის კი. სტიქიის მართვის ნიღბიანი მოწინააღმდეგის. გამთანამბრებლების ლიდერია. სამაკ მუქარასთან რა საქმე აქვთ? რაც უნდა იყოს კარგი არაფერია. ვერ ვიჯერებ რომ ბოლინმა ამ სისულელეში გახო თავი. მაკო, შენს ძმას გადავარჩენთ. გპირდები. რელიზი მომზადებულია საიტ Mondo Studios G-ს მიერ. მთელი ღამე ავეძებთ, არსად ჩანს. ძებნა უნდა განვაგრძოთ. მაგრამ სად? იდეა მაქვს. ესენი და მეგობრები ქალაქში რომ ჩამოვედი პირველ დღეს გამთანაბრებლების პროტესტანტს გადავეყარე. გონია მას ეწოდინება ბოლინის ადგილს სამყოფელი. ახლა სხვა გზა არ გვაქვს. ბოლინს სამაკ მუქარასთან რა საქმე ქონდა? საერთოდ გითხარი უკვე. ადრე მათთან მუშაობდით. რა? შენ რა კრიმინალი ხარ? გასახები იყოს ეს. არც კი იცი რას ამბობ. იყო. რიცხვებზე და ასეთ რაღაცებზე მუშაობდი. ობლები ვიყავით, ქუჩაში ვცხოვრობდით. რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი თავის გასატანად. და პატარა ძმის დასაცავად. წუხარ. ალბათ ძალიან რთული იყო. შეიძლება გკითხო. თქვენს მშობლებს რა დაემართათ? ხო. ცეცხლის მმართველი დაესხათ თავს. ჩემს თვალწინ დახოცა. მაშინ 8 წლის ვიყავი. მაკო, ბოლინი ჩემი ერთადერთი ოჯახია. მას თუ რამე შეემთხვა. კი. ლამაზი ის არის ეს ხე. თანასწორობას მოვითხოვ. დაუყოვნებლივ ესენი მოვითხოვ ნახეთ. თანასწორობას. ის კაცია. რეპუბლიკის მოქალაქეებო. ამონი მოქმედებისკენ მოგიწოდებთ. დაიბრუნეთ ქალაქი. დროა. ნახოთ თუ ეცოდინე. ისევ შენ? მე ვერ გამაჩუმებ ავატარო. მოკეტე. და მომისმინე. ჩემი მეგობარი თქვენმა ხალხმა მოიტათა. სად წაიყვანდნენ? არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. მე ვფიქრობ ვიცი. შენი გაი პოსტერები გაუქმდა. ხო იცი რომ არ დაგანებებს. გახდით გამოაშკარავების თვითმხილველები. აჰა. ეს რასაც ისეთი არაფერია. თქვენი სტანებს რომ ეხებოდეს. მაგბანდის სამაგინფარის ინოვას. არავინ იცის ეს საგარეულოს ხდება. არც ის ვიცით თქვენს მეგობარს რა დაემართა, მაგრამ თუ სტიქიის მმართველია, მაშინ დარწმუნებული ვარ ის მიიღო, რასაც იმსახურებს. აქ რა ხდება? რა ხდება მან? მოხიეთ. ავატარი თავს გვესხმის. დაგვეხმარეთ. გავიქცეთ.
კორა, შენ ავატარი ხარ ცნობისთვის. გამთანაბრებლებმა ადგილი რატომ არ მიუთითეს? ალბათ იმიტომ რომ არ უნდათ ყველა მივიდეს. დარწმუნებული ვარ იქ რაღაც ინფორმაციაა დაფარული. უკან შეხედე, 4 განსხვავებული სურათია. შეხედე. ერთი სურათი გამოდის. ეს რუკა. ხო, მაგრამ ყველა პოსტერი უნდა შეგრიბოთ ახლა თუ ეგრე შეიძლება. ალბათ აქ არის დანიშნულების ადგილი. ჭკვიანური იყო, მაკო. შეიძლება. მეთქი გამიჭედა. რაღაც ძალიან დიდი ხანი იყო ეს შავი ეკრანი. ეს ადგილია. რასაკეთებ? ისე ნაკლებ ყურადღებას მივიქცევთ. ხო, ვითომ წყვილი ხარ. ეს კერძო ღონისძიება მოსაწვევის გარეშე ვერ ამიშევა. მოსაწვევის? ამას გულისხმობ? კი? გეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემო დაო და ძმაო. ვიცოდი სტიქიის მმართველობის პერიოდიდან და მაგრამ ამდენი ხალხი ერთად არასდროს მართლა მიეძებე. და ფილმშიც იყო ავატარის ცნობისთვის ნახე ფილმი. შეგებეთ თქვენს გმირს, თქვენს გადამრჩენელს. დაიდება მალე რეაქტი. ან ჯერ კიდევ იქიდან იწყებოდა ეს პროტესტი ბრძანებლობის მიმართ. კარგი ამონ, ეს გვეტყვიება. ჩემი მისწრაფება თანასწორობისკენ დიდი ხნის წინ დაიწყო. პატარა რომ ვიყავი, ჩემი ოჯახი პატარა ფერმაში ცხოვრობდა. დიდრები არ ყოფილვართ და არც ერთ ჩვენგანს შეეძლო სტიქიის მართვა. ამან ცეცხლის მმართველისთვის, რომელიც მამაჩემს ძარცვავდა, ადვილი სამიზნე გაუხადა. ერთხელაც მამაჩემმა წინააღმდეგობის გაწევას სცადა. ყველა ცეცხლის მმართველები რატო ეს მმართველმა ჯერ ოჯახით მინიშნება არის იმაზე, რომ ჯერ კიდევ დარჩა ისეთ ცეცხლის საეპოში ისეთი ხალხი, რომელიც ოზაის ხარესაა, თუ რა იმათმა ცეცხლის მმართველებმა დაუხოცა ოჯახი მშობლები უბრალოდ მაკოს და ბოლინს. ამას ცეცხლის მმართველმა ვაუ სამართვა მერე კი სახე. სახე? შემდეგ ნიღბის მიღმა მიწევს მალვა. გასაგებია, დამწვარი ხარ. როგორც იცით, ავატარი მე რეპაბლიკის და როგორ სიტიში გამოვიყურებ ჩამოვიდა. სინამდვილეში. აჰა. აქ რომ იყოს იტყოდა, რომ სტიქიის მართვამ არის. შიგნით დამყარებაში გვეხმარება. მაგრამ მაგას საერთოდ მედია. სიცრუეა. სინამდვილეში კი ამას მხოლოდ ტანჯვა მოხვება. ეს იყო მიზეზი ყველა ომისა, რომელიც ოდესმე ყოფილა. მაგრამ ეს შეიცვლება. ვიცი გაინტერესებთ დღევანდელი დღე რას ეხება. ახლა ყველაფერს გაიგებთ. სამყაროს დასაწყისიდან სულები ჩვენი დამცველები არიან. მე მათ ველაპარაკე. აჰა. სულების სამყაროში რომ ავატარმა იმედი გაუძლუათ. ეს სწორედ ამიტომ ამირჩიეს მე. ეს უკვე ქვეყნად ახალი ეპოქის დასაწყებად. მათ მომცეს ძალა, რომელიც თანასწორობის დამყარებაში დამეხმარება. ძალა, რომლითაც სტიქიის მართვის ნიჭის წართმევა შემიძლია. ენერგიის ბრძანებლობა. სამუდამოდ. შეუძლებელია, გამორიცხულია. ეს კაცი შეშლილია. ის არ შესაძლებელია, მაგრამ შეგებეთ ზოლტს. სამმაგი მუგარის ლიდერს. და რეპუბლიკის სიტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დამნაშავეს. მოკეთეთ. აჰა, ბოლინის. არა, იქ ბოლინია. მოიცადე. ყველას ვერ შევებრძოლებით. მოვედი 3 2 1 გავაგზავნეთ. იქ ბოლინია. მოიცადე. ყველას ვერ შევებრძოლებით. მაშინ მოიფიქრე, კაპიტანო. ზოლტმა ქონება ხალხის ჩაგვრით და ძარცვით იშოვა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი დასრულდება. სოჭი ყველას ვერ შევბრძოლებით ის ახლა კი იმდენია. ეს რომ უფრო საინტერესო გახდეს, მას თავისი ძალის გამოყენების უფლებას მივცემ.
ამას ინანე. That's my. I'm going to shine. Oh, it was generated. Ho. ეს შესაძლოა ახლა ელურის გამოყენება ასეთ ადგილას. რა? წართვა? რამაირჩი? რა გამიგეთე? ცეცხლის მართვას ვეღარ შეძლებ. ვეღარასდროს. სტიქიების მართვის ხანა დასრულდა. ახლა თანასწორობის ხანა დგება. რამე მოიფიქრე? გონი კი. იმ თანადგარებს გადა. მათში წყალი და ორთქლია თუ საფარს შევქმნი. ბოლინს ყველასგან უჩუმრად გამოვიყვან. თანახმოვარ მაგო, წარმატებებს გისურვებ. შენც. კაი. თავარია მომასწროთ სანამ ბოლინს წართმევენ ბრძანებობას. ეს საკმარისი არ არის. ეი შენ. არის შეიძლება ეს დადგმა, მაგრამ დადგმა რო იყოს ბოლინი რატო იქნებოდა? მაგარს ვიღებდა როგორშთვის რომ ეს დადგმა და ბოლინიც მონაწილეობას იღებს. სააბაზანოს ვეძებ. არა. ბოლინი ამას აიზავდა. თუ ძალით არ გააკეთებინა ეს რა თქმა უნდა. მიდი კორა. შეიძლება. გმადლობ. ეს საკმარისი უნდა იყოს. კარგი იქნება. ამონ, სერ. რაღაც გაუგებრობა მოხდა. შეიძლება ჯანტაბა. აი, სავოლმაკო. ბოლინ, კარგად ხარ? ხო. მაკო, მიყვარხარ. მაგის დრო არა. ასეთი ტექნოლოგიებიც აქვს? რელიზი მომზადებულია საით Mondo Studios-ის მიერ. ნუ, მაკოს ელვა შეუძლებელია თუ არა? შეუძლია თუ არა? დროასტიკის მმართველებმა გაიგოთ ამ სამყაროში თქვენი ადგილი აღარ არის. ოპა. ამაში ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი. ნაგა. მოხიეს მოკიდე. ბოლი. ავატარი, ის არის. გაუშვით. ის საუკეთესო შიგრიგია. თელ ქალაქს გააგებინებს ჩემი ძალის შესახებ. კაი. მადლობა ღმერთს. უკვე შენს ძებნას ვიწყებდი. კარგად ხარ? კორა რა მოხდა? იპოვე შენი მეგობარი. კი, მაგრამ მე გამთანაბრებლები ვნახე. ამონი ვნახე. რა? მას სტიქიის მართვის ნიჭი სამუდამოდ წართმევა შეუძლია. მიდადი უთხრა. ეს შეუძლებელია. ეს ნიჭი მხოლოდ ავატარს აქვს. მაგრამ ავატარს ეს ნიჭი მისცა ლომკუ. არ ვიცი ამონმა ამხელად ძალა როგორ მოიპოვა, მაგრამ ეს არც მე ვიცი. რევოლუცია ასეთი საშიში არასდროს ყოფილა. არც ერთი სტიქიის მმართველი არ არის დაცული.
სვეტში ავატარიც კი. ფილმი გახმოვანებული კაი. ესე იგი, ეს იყო ლეგენდა კორაზე წიგნი პირველი თავი, მესამე გამოაშკარავება. კაი სერია იყო, მინდა გითხრათ, ნახდათ არ მეგონა თუ ასეთი რამეს წავაწყდებოდით. ანუ ამონი არის, ანუ წესით ესეც სტიქის მართლობა ბრძანებლობა დამიდეთვლის, მაგრამ როგორც ჩანს არა, იმიტომ რომ ენერგიის ბრძანებლობა მაინც სხვა რაღაცა არის კიდე გამოირჩევა მაგისგან, ამიტომ შეიძლება არ ჩაითვალოს. Просто, რა ვიცი, პირდაპირ ასე ქვია energy bending, ენერგიის ბრძანებლობა და რა ვიცი. მაგრამ დაჟე შეიძლება ენერგიაც არ არის, იმიტომ რომ ანგი რო აკეთებდა მაგას, რაღაც გამოსხივება იყო, ხო, მაგრამ ეს უფრო ავატარის მდგომარეობას გავდა. არ ვიცი, ანუ თუ ამონი მართავს ამბავს, ნუ არა შანსი რა რომელიმე სული მისული იყო და ეთქვა რომ ავატარმა იმედები გაგვიცრუა. შეიძლება ბოროტის სული იყო, მაგაზე კიდე შეიძლება, ანუ თუ რომელიღაც ბოროტის სული იყო და რომელსაც ჩვენ შეხვდებით ამ სეზონში, მაშინ ბაზარი არაა, მაგრამ პროსტა ეგეთი ძალა როგორ მისცა, ნუ რა სული იყო ამისთანა, რომ სტიქის წართმევის შესაძლებლობა მისცა. მაგრამ ხო, ნახოთ ერთი რითი დამწყდება ამ განთანაბრების ამბავი და როგორც ჩანს, იმათ ბრძანებლობის დაბლოკვის ტექნიკა აქვს, როგორც სტაილის. კარგია ისე ამ ძველებს რო აბრუნებენ ტექნიკებს. რა, რომ აი არ გაუჩინარდა თითქოს და იმასაც რო არაჩვენებენ, რომ ვითომ მარტო სტაილის შეუძლია ამის გაკეთება. ასევე მაკოს და პოლინის ისტორია გავიგეთ, ცოტა ცეცხლის ბრძანებელმა დახოცა იმათი მშობლები და ცეცხლის ბრძანებლებზე რა ეს არის, ანუ ამონიც ყვებოდა თუ სიმართლეს ამბობდა, რომ ცეცხლის ბრძანებელმა დაუხოცა ოჯახი, ანუ არიან კიდე ისეთები, ვინც ოზაის ხარეს იჭერენ. ახლა მაგრამ როგორც ჩანს 8 წლიდან მარტო ცხოვრობდნენ ჩემი საკმაოდ რთული ბავშვობა ექნებოდათ. განსაკუთრებით მაკოს, იმიტომ რომ პოლინისთვისაც უნდა მიეხინა თავისი უმცროსი ძმისთვის. რავი. კაი სერია იყო. და ნუ ასევე ის ნამიოკებიც გვაქვს კორას და მაკოს ურთიერთობებზე, მაგრამ მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. აი შემდეგ სერიაშიც ვნახავ რა მოხდება. იმიტომ რომ ამ სერიაში ეგ ცოტა მერვე ხარისხოვანი იყო. და ერთი ისა კიდე რომ კორამ გაიარა ის ჰაერის რა ქვია. ნუ რაც ქონა გასავლელი ის პირველი ტესტი. დაფები თუ დამავიწყოს აი კარები ნუ რო ზრიალებენ რა გარჩი, მაინც და მაინც ახლა მოვიწყდება ხოლმე ყველაფრის სახელი. ყოველ შემთხვევაში ხო, კორას აქვს პროგრესი. და იმედია მალე შეძლებს ჰაერის ბრძანებლობას. სავარაუდოდ სეზონის ბოლოს უკვე ჰაერის მმართველი იქნება თან საკმაოდ კარგი, იმიტომ რომ ამ წიგნს ჰაერი ქვია ბოლოს და ბოლოს. და ნეტა შემდეგ შეერქმევათ, ანუ მე ჭირდება ისევ წყალი, ცეცხლი და მიწა ერქვათ, იმიტომ რომ ეს სამივე ელემენტი იცის კორამ და წყალი, მიწა და ცეცხლი იმის მიხედვით იყო, რა ელემენტებიც ჰქონდა ანგს სასწავლიდა. ახლა ცოტა სხვა პონტი აქვს. მაგრამ ხო, მიხარია ასე შეცვალეს სიუჟეტი ცოტა კი არა ძალიან თლად ახალი სერიალი არის და ცოტა არ იყოს არ აქვს ავატარის ჰაერის უკანასკნელი ბრძანებლის ვაიბი. მაგრამ ხო, თლად ვერ ვიტყვი რომ არ აქვს, მაგრამ ძალიან განსხვავდება. ასე რომ ხო. დაგემშვიდობებით ახლა, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყეთ და ლაიქოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ გამოწერილი არ გაქვთ დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.